Telecompanija Maestro კი ერთ-ერთ ქართულ ვებგვერდს სასამართლოში უჩევის. Ბოლო დღეებში ქართულმა ვებგვერდებმა Maestros მიერ ექსკლუზიურად ნაყიდი სერიალი სიყვარულის და სასჯელის პირატულად გავრცელება დაიწყეს. Telecompanijas დირექტორი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. Maestros უფლებების დარღვევის შესახებ საუბრობენ ავტორთა უფლებების დაცვის ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. რასაც ცხადებს საიტის ადმინისტრაცია, სადაც სიყვარულისა და სასჯელის სერიები კანონდარღვევით თავსდება და რას ითხოვს Telecompanija Maestro. Jordanishuли და გიორგი ჩეკაშუა დეტალებით. Telecompanija Maestros მიერ ექსკლუზიური ლიცენზიით შეძენილი სერიალი სიყვარული და სასჯელი უკვე რამდენიმე დღეა ქართული ვებგვერდების ნაწილზე პირატულად ვრცელდება. Maestros ეთერიდან ჩამოწერილი სერიები ერთ-ერთი საიტის მიერ რამდენიმე ვებგვერდზეა გავრცელებული. Telecompanijas დირექტორის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის დარღვევის გამო საიტის ადმინისტრაციას სერიალის აღებისკენ მოუწოდებს. მე ვთხოვ ამ ინტერნეტ საიტის მფლობელს და იმ ადამიანს, ვინც აკეთებს ამას, დაანებოს მეკობრეობას თავი. იმიტომ რომ ეს ჩვენ გვაყენებს ფინანსურ ზიანს. იურისტებთან წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ შეწყვიტავს ამის გაკეთებას, იურისტებთან ერთად და იმ ორგანოებთან ერთად, ვისაც ევალება ამა თუ იმ მომიჯნავე უფლებების გაკონტროლება საქართველოში, შევადგენთ საჩივარს, დავითვლით იმ ზიანს ფინანსურს, რომელიც ჩვენ ამის გამო გვადგება, აუცილებლად შევიტანთ საჩივარს სასამართლოში. Maestros იურისტი განმარტავს, რომ სერიალი Telecompanija თურქული სააგენტოსგან ოფიციალურად ექსკლუზიური ჩვენების უფლებით შეიძინა. პაატასალია ამბობს, რომ სერიების პირატულად გავრცელებით Telecompanijas ფინანსური ზიანი ადგება. რის ანაზღაურებასაც Maestro საიტისგან სასამართლოს საშუალებით მოითხოვს. ჩვენ გვაქვს ლიცენზია მოპოვებული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ, ეს არის ასე ვთქვათ, ექსკლუზიური ლიცენზია Telecompanija Maestrosათვის მიცემული თურქული კომპანიის მიერ და არავის სხვას უფლება არ აქვს გაავრცელოს ამ ტელესერიალის ასე ვთქვათ სერიები და ჩვენოს ის ეთერით ან ინტერნეტით. ავტორთა უფლებების დაცვის ასოციაციაში განმარტავენ, რომ Maestros მიერ ნაყიდი სერიალის უნებართოდ ინტერნეტით გავრცელება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევაა. გიგა კობალაძე Telecompanijas ხელმძღვანელობას ასოციაციაში განცხადების შეტანისკენ მოუწოდებს. რის შემდეგაც ორგანიზაცია საიტს სერიალის აღების მოთხოვნით თავადაც მიმართავს. ჩვენ გავუკავშირდებით დამღვრელ პირებს და მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ ასეთი უკანონო გამოყენება აღიკვეთოს. Გავვნერ იქიდან, რომ ეს გარდა იმისა, რომ ზარალს აყენებს დაუშვათ მწარმოებელს და ამ შემთხვევაში Telecompanijas პირდაპირ დარღვევაზე მიუთითებს, რაც დარღვევის აღკვეთის მიზნით ჩვენი ვალდებულებაა, რომ მიმოქმედოთ. Telecompanija Maestros საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის შესახებ საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელიც. საქართველოს ერთ მოწინავე ქვეყანა, რომელიც სისტემატურად აღწევს ინტელექტუალურ საკუთრებას. ამ შემთხვევაში თქვენ ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ინტერნეტ სფეროში განსაკუთრებით არაერთი არალეგალური ინფორმაცია არის, კონტენტი არის ატვირთული, ფილმები იქნება, სიმღერები და ასე შემდეგ. პირველ რიგში სასურველია რომ თქვათ მიმართოთ თვითონ ამ საიტის ადმინისტრატორს, მოთხოვოთ არალეგალური კონტენტის, ამ შემთხვევაში ფილმის, ატვირთული ფილმის მოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ უარს განაცხადებს, შეგიძლიათ მიმართოთ დომეინის გამცემ ორგანოსთან. საიტის ადმინისტრაციისგან, რომელზეც Telecompanija Maestros მიერ ექსკლუზიურად შეძენილი სერიალი კანონის დარღვევითაა განთავსებული, ჩვენ საპასუხო წერილი მივიღეთ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვემსახურებით ქართველ ემიგრანტებს. თქვენთან შეუძლებელია ამ სერიალის ნახვა და ხალხის დიდი თხოვნით გადავწყვიტეთ ჩვენთან განთავსება. მე თქვენ ტელევიზიას მივწერე, მაგრამ არავინ მიპასუხა და ამიტომ გამოვიდა ისე, რომ თქვენ დაუკითხავად დაიდო. მინდა გითხრათ, რომ სიტყვა ჩივილი რომ არ გეხსენებინათ, თქვენს თხოვნას ადამიანურად მივიღებდით, მაგრამ მე ხალხის, ანუ ქართველი ემიგრანტების ინტერესებს მეტად ვითვალისწინებ. სწორედ მათთვის გამოვყავი გარკვეული თანხა, რომ გაკეთებულიყო ხელახალი მონტაჟი და იყოს მოსახერხებელი საყურებელი. პარტნიორული თვალსაზრისით რა თქმა უნდა შემიძლია შემოგთავაზოთ თქვენთვის სასურველი ტექსტის ან ბანერის ჩამატება საიტზე. Maestros ხელმძღვანელობა ვებგვერდის ადმინისტრაციისგან ნებართვის თხოვნის წერილის მიღებას არადასტურებს და დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავს. ახლა რეკლამის დრო